ემზადება თუ არა კრემლი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის კითხვა დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდგომ დადგა. ეგრეთ წოდებული მხარეები თანხმდებიან, რომ დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ეტაპობრივად რუსეთის სამართალდამცავ სისტემას, საბაჟო და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდელს უნდა დაუახლოვდეს. გაგლოვები ადასტურებს იმასაც, რომ საოკუპაციო რეჟიმი მზადაა ერთიანი რუსული სამყაროს ნაწილად იქცეს. ამ დროს კი კრემლის გეგმაზომიერ ნაბიჯებს ოცნების ხელისუფლება დუმილით ხვდება. უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა შეფასება, სადაც პირველად ხაზი გაუსვა იმას, რომ ანექსიას ამზადებდა ფედერაცია და ამ ანექსიას ყავს ავტორი ბატონი კირიენკო და ამ ფონზე საქართველოს მთავრობა დუმილის რეჟიმშია, არის ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით აქ სირაქლემას პოზა, რეალურად თვითონ არაფერი არ ხდება. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასავლეთ პარტნიორებთან არ ხდება არანაირი ურთიერთობის დალაგება და არ ხდება ჩვენი პარტნიორების გამოყენება იმ თვალსაზრისით, რომ ანექსია მზადდება და რომ მოხდეს წინააღმდეგობა ამ მიმართულებით. ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის ფუნქცია ბოლო დროს ევროპელ დიპლომატებზე თავდასხმა და კრიტიკული პოზიციების გამო პარტნიორების სამინისტროში ერთმანეთის მიყოლებით დაბარება ოკუპანტ სახელმწიფოზე საუბარს ვერ ბედავს. არადა წესით ანექსიის საფრთხეებიდან გამომდინარე განცხადება ბოჭორიშვილის უწყებას უკვე კარგახნის გაკეთებული უნდა ჰქონდეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კრემლის მიზანი ცალსახაა ცხინვალის რეგიონის სრულმასშტაბიანი ანექსია. ეროვნული ხელისუფლების არსებობის პირობებში კი ნებისმიერი მმართველი უკვე საქმის კურსში ჩააყენებდა პარტნიორებს და ამისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოიყენებდა. მანამდე ის იტყუებოდა, რომ თურმე ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ბოდიში მოუხადოთ რუსებს, აფხაზებს და ოსებს, აი ამ ტექსტებით იყო წინასაარჩევნოდ. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მიერ ინსპირირებული პროცესები სულ უფრო და უფრო ღრმად მიდის და მაინტერესებს თუ გახარიას დაჭერას აპირებენ რაღაცა სრულიად გაუგებარი მოტივით. ეხლა დღეს მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ხმას არიღებს ამ ტიპის სამართლებრივ უმძიმესი შინაარსის დოკუმენტებზე, იმას რას უზავენ ცოტა ხანში. რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის პარტნიორობის და ღრმა ინტეგრაციის გაგრძელება ნიშნავს, რომ ანექსიური პროცესები სულ უფრო და უფრო მეტად მწვავდება. საჭირო არის სასწრაფოდ გაკეთდეს რეაგირება საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან და საჭიროა, რომ სასწრაფოდ მიეწოდოს ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს და რა თქმა უნდა ეს საკითხი ძალიან მწვავედ უნდა დაისვას ჟენევის ფორმატში. ეგრეთ წოდებული შეთანხმება ასევე მოიცავს ცხინვალის რეგიონის თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის ჯანდაცვის და განათლების სფეროებში. კანონპროექტი, რომელსაც ხელი 9 მაისს მოსკოვში ჩასულმა სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა და პუტინმა მოაწერეს, უკვე რუსეთის დუმაში დარეგისტრირდა. შეთანხმებას ხელი საზეიმო ვითარებაში მოეწერა. ოფიციალური ცერემონიალის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებში მხარეები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. 2008 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის ხალხი საქართველოს სამხედრო აგრესიისგან დაიცვა, ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მეგობრობისა და თანამშრომლობის პირველ ფუნდამენტურ ხელშეკრულებას. ამ დღიდან დაიწყო რესპუბლიკის მასშტაბური აღდგენა რუსეთის ფედერაციის წყალობით. ჩვენ რუსეთს, ჩვენს დიდ სამშობლოდ აღვიქვამთ. დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ ოსეთმა მთელი ამ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის საიმედო მოკავშირე და მეგობარი, რომელიც არ ცulis თავის შეხედულებებს ისტორიული სიტუაციების მიუხედავად. დღეს თქვენთან ერთად ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებისკენ. ანექსიის საფრთხეების შესახებ საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშიც. შესაბამისად ოპოზიცია და ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ ივანიშვილის გუნდი დუმილის რეჟიმში დარჩება და საფრთხეების პრევენციისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, ისინი ამით სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენენ. კრემლის მიერ დაწყებული პროცესი კი ქვეყანას საბოლოოდ სუვერენიტეტის დაკარგვამდე მიიყვანს, რაშიც პასუხისმგებლობა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება. ისინი არა საქართველოს სუვერენიტეტს იცავენ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეცვლით, არამედ მხოლოდ რეჟიმის და რა თქმა უნდა ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვის ხმის მიწვენა და სუვერენიტეტის დაცვა არსებული ძალების გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი დასრულდება სახელმწიფოს სრული ჩამოშლით და დესუვერენიზაციით. რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებული ეგრეთ წოდებული შეთანხმება ოპოზიციისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ოცნების არ გაღიზიანების პოლიტიკას ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ამ
ყოველი შედეგი მოჰყვება. ივანიშვილის გუნდი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ვერცერთ განცხადებას და გადაწყვეტილებას ოფიციალური განცხადებით ვერ პასუხობს, დუმილს დღესაც პრაგმატიზმით ხსნის. ჩვეულ პროპაგანდისტულ კომენტარებს მხოლოდ ივანიშვილის რიგითი დეპუტატები აკეთებენ. საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთთან საერთოდ და დიპლომატიური გაწყვეტილი აქვს. ამიტომ საქართველოსათვის და საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველა ეს ქმედებები არის უკანონო. ქართული ოცნება კი არა ვართ, საქართველო ვართ. და კარგად გავათვითცნობიეროთ, რომ თუ არ იქნება საქართველოს სტრატეგიული აზროვნების და გარკვეულ მომენტებში, მათ შორის სტრატეგიული თმების რეჟიმში 2008 წელი, აი მოუთმენლებმა რაც ჩაიდინეს, დაგვემართებოდა კიდევ ერთხელ ბევრჯერ. ეგრეთ წოდებული შეთანხმების გაფორმებიდან მესამე დღე გავიდა და ოცნების ხელისუფლებას საჯარო განცხადება ისევ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ივანიშვილის გუნდმა კარგად იცის რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ოფიციალური უწყებების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე პარტნიორების ინფორმირებას და საქმის კურსში ჩაყენებას. თუმცა ოცნების გუნდის უმოქმედობა ანალიტიკოსებს და პოლიტიკოსებს არ უკვირთ, მით უმეტეს თუ გავიხსენებთ ოლიგარქის მიერ 2024 წელს გორში გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტის მიერ დაბომბილი ქალაქიდან ისტორიის გადაწერა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან მთავარი დამნაშავის რუსეთის საშლა ამ პროპაგანდით სცადა. როდესაც უკლებლი ყველა დამნაშავე ქართულ ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ.